რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად აფასებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უწყვეტი პროტესტის დროს დანაშაულის ფაქტები მინიმალურია და მმართველი გუნდი პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კი ამერიკელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი აქციის მონაწილეების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად ფასდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ამერიკის მოქალაქის ლუკ გარეტს თავს იმ მიზეზით დაესხნენ, რომ ის რუსი ტურისტი ეკონათ. რუსთაველის გამზირზე პატრულმა სიტუაცია მალევე განმოხტა. ძალიან ბევრი თვეა იქ ვიმყოფებით. არც ერთი დანაშაული არ მოხდა ამ ეთნიკურ ნიადაგზე, ეს არის თქო სრული მანიპულაცია და ტყუილი. როცა დაახლოებით 1 წელია ქუჩაში გახარ ყოველდღე რუსთაველზე, რა თქმა უნდა ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ინციდენტები იქნება, მით უმეტეს როდესაც ამ ყველაფერში დაინტერესებული მხარე იქნება სუსი. ამიტომაც იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ამდენი თვეა მიმდინარეობს პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ სუს აქვს ასეთი ინტერესი და სურვილი, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია ამ პროტესტის, ის ინციდენტების რაოდენობა, რაც მომხდარა პროტესტის მიმდინარეობისას, არის მინიმალური. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებულ მთავრობას, იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთ არასამართლიან გარემოში გვიწევს ცხოვრება, ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ამაზე უნდა მუშაობდნენ კონკრეტული უწყებები, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველების უსაფრთხოებაც კი არ არის დაცული ამ ქვეყანაში. არამც თუ ქვეყნის მოქალაქეების. საკუთარ სახეს კარგად აჩვენებენ ეს ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც თვითონ უწყვეტ პროტესტს ახორციელებენ საქართველოში, იკრიბება 50-60 კაცი. ეჭვი არა მხოლოდ მე მაქვს იმისა, რომ არაფხეზელ მდგომარეობაში და დასდევენ თბილისის ქუჩებში ტურისტებს. და გონიათ ერთი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდება მეორე ქვეყნის მოქალაქე და იქ თუ არა პოლიციის ძალიან აქტიური ქმედება, მან გამოარიდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამ ეგზალტირებულ ადამიანებს, შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრებული იყო ამ ადამიანისთვის ეს ყველაფერი. ეს ხო ჩანს ლიბერალური ფაშიზმი და ეს ყველაფერი რომ არ არის დაგმობილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.